გესალმებით ყველას, ჩემო აი ამ ტაძრის ისტორია არის ძალიან დიდი. თქვენ დააკვირდით, ვერ გადავიღებ ბოლომდე. აი დააკვირდით რა ლამაზია და რა სილამაზე იშურთან განახებთ. სილამაზე და მშვენება. მონაზვნები მუშაობენ თავით დამხმარეებთან ერთად, რომ ძალიან გალამაზონ ტაძარი. გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი და უფრო მეტ შეიტყობთ ამ ტაძრის შესახებ. და მასაც გახსენებთ, რომ კათოლიკური ეკლესია და მართლმადიდებლური ეკლესია ერთმანეთში არიან მეგობრულად და ყოველთვის იქნებიან სამეგობრო ხაზზე ერთად და ძმური წირვები აღევლინება ერთად ვატიკანში და ეს გაგრძელდება დიდხანს და დიდხანს. ეს პაპა ფრანცისკემ და მის ცხონებულმა პაპა ფრანცისკემ გააკეთა ის, რომ ერთად იყვნენ და ერთობლივი წირვები აღავლონ და ერთობლივი მსახურება აღედგინათ ერთად და პაპა ფრანცისკის შემდეგ გააგრძელა პაპა ლეონ და ეს არის მათი ერთობლივი გადაწყვეტილება და ერთობლივი თანამსახურება და ეს არის სიხარული და ერთობლივი ძმური წირვის ჩატარება. ეს არის მთავარი რამ ფაქტობრივობით. ეს არის სილამაზი და მშვენება ტაძარი. ნახეთ, ეს არის ულამაზესი ტაძარი. აი აქ ხდება აღსარებების ჩაბარებები, მღვდლები იბარებენ აღსარებებს, მამები, ეს ორნამენტები დააკვირდით. ორნამენტები, აი ღვთისმშობლის სტატუეტკა რომ ხედავთ, ძალიან ულამაზია და სიმშვენიერი და სილამაზე განათებებია ისეთი ლამაზი ყველაფერი. შეგახსენებთ, რომ პაპა ფრანცისკეს გადაწყვეტილებას მე ვესალმები მარტო პაპა ფრანცისკესას და ყველანაირად პაპა ლეოსიც, რომ მართლმადიდებლური ეკლესია და კათოლიკური გაერთიანდნენ ერთად და ძმურ ურთიერთობას უფრო მეტად ჩაუყარეს ღრმა საფუძველი და ესეც უნდა ყოფილიყო და ეს ყოველთვის ესე იქნება. დააკვირდით რა სილამაზეა. გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი და უფრო მეტ შეიტყობთ ტაძრების და რელიგიების შესახებ. გამოიწერეთ ყველამ დაუყოვნებლივ და ძალიან ბევრ რამეს გაგაგებინებთ ამ ტაძრის შესახებ. ჩვენ ახლა ვიღებთ საკურთხეველს თვითონ. ესეთი სილამაზე და მშვენება დააკვირდით. ესეთი სილამაზე გვაქვს. დააკვირდით. ესეთი ლამაზი ტაძარი, რომელსაც დიდი სილამაზე და მშვენება აქვს. ეს არის პაროკია დი სან ჯუზეპე დი ბოვოლონე. ძალიან ლამაზი ეკლესია, კათედრალური. ძალიან სილამაზე და მშვენება. დააკვირდით. გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი და უფრო მეტ შეიტყობთ ამ ტაძრის შესახებ. უფრო მეტ გეტყვით. ეს ტაძარი არის ძალიან ლამაზი და მშვენიერი. მოკლედ, აგერ დააკვირდით. ულამაზესი, უმშვენიერესი თავისი ყველაფრით. ძალიან ლამაზი ტაძარია და გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი იმისათვის, რომ შეიტყოთ უფრო მეტი ამ ტაძრის შესახებ. უფრო მეტი ამბავი გაიგოთ ამ ტაძრის შესახებ და უფრო მეტი აქტივობები, რომლებიც ტარდება ამ ტაძარში და ბავშვებს ბიბლიას ასწავლიან და არ მარტო ბიბლიას და ძალიან ბევრი აქტივობები აქვთ ბავშვებისთვის და ეს არის სასარგებლო რაღაც და ნაყოფიერი მუშაობა აქვთ ამ ტაძრის სამღვდელოებას და არა მარტო სამღვდელოებას, ეპისკოპოსსაც და ძალიან ბევრი კაი რამეები ტარდება. გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი და ბევრ კაი სიახლეს შეიტყობთ. ალბათ თქვენით. დააკვირდით მთლიანობაში რა ლამაზია და რა სილამაზეა.